ეს არის მეორე ჩემი ვიდეობლოგი, დღეს საინტერესო ვიდეობლოგი გამომივა. იცით თქვენ რომ Bloomberg-მა გამოაქვეყნა ფრიად საინტერესო მონაცემი იმის თაობაზე, რომ 4 მილიარდი დოლარით გაღარიბებულა ბიზინა 1 2 3 4 მილიარდი დოლარით გაღარიბებულა 2025 წლის მიწურულს ბიზინა ივანიშვილი 2024 წელთან შედარებით თუ 7.6 თუ 7.8 მილიარდი ჰქონდა ამავე Bloomberg-ის მონაცემებით ბიზინას 24-ის მიწურულს უკვე წელს კი არა შარშან დეკემბრის მიწურულს მას ჰქონდა 3.6 თუ 3.8 მილიარდი დოლარი ასეა კი მეც გულახდილად გეტყვით ერთ-ერთ ბლოგში ვთქვი რომ გაღარიბდა ბიზინა ივანიშვილი მეთქი არ შევწდარ ვარ ასაკვირველია გაღარიბდა მაგრამ გაცილებით სწორია გაცილებით მართებულია თუ ჩვენ ვისაუბრებთ არა ბიზინა ივანიშვილის გაღარიბებაზე არამედ იმაზე რომ Bloomberg-ისათვის თუ Forbes-ისათვის უბრალოდ მიუწვდომელია ინფორმაცია იმის თაობაზე რა თანხას ფლობს რეალურად ბიზინა ივანიშვილი 25 წლის მიწურულისთვის და რაც მისწვდა, რაც გამოიკლია, ის არის 3.8 თუ 3.6 მილიარდი და არა ის, რასაც რეალურად ფლობს, რეალურად აკონტროლებს ბიზინა ივანიშვილი. იცით თქვენ რომ 2013-სა და 2014-ში ბიზინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა დეკლარაცია როგორც პრემიერ-მინისტრმა, დაყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იმხანად უკვე 2014-ში გამოაქვეყნა დეკლარაცია საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. იმ დეკლარაციაში ყურადღება მისაქცევი იყო რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად, პიკასოს დორა მარი კატით, რომელიც მან 103 მილიონ დოლარად შეიძინა თუ არ ვწდები 2000-იანი წლების დასაწყისში შეიძინა და თუ არ ვწდები 103 მილიონ დოლარად იქ იმ დეკლარაციაში მას ასახული არ ჰქონდა. მე არ დავიზარე რუბლებსა, ევროში, დოლარში, თუ სტერლინგებში თუ არ ვწდები ასევე მისი კაპიტალიზაცია ეს ფაილი შევაგდე Excel-ში და დავიწყე ანგარიში მიმატება ყველა აქციისა და ობლიგაციისა, აგრეთვე უძრავი ქონებებისა და გამოვიდა რომ ბიზინა ივანიშვილს 800 მილიონი ჰქონია მაშინ 2013-14 წლებში და შესაბამისად უხეშად 7 თუ 8 თუ 6 მილიარდს არც ფლობდა ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული არ ჰქონდა იმხანად. იმის შემდეგ ბევრი წელი გამოხდა 10-11-12 წელიწადი და ბიზინა ივანიშვილმა ეს აქცია ობლიგაციები Google-ში აქცია ობლიგაციები iPhone-ში აქცია ობლიგაციები General Motors-ში და ასე შემდეგ მოიცილა ასე გეტყვით და გაყიდა და გაყიდა და ეს ფული როგორც ასეთი დაიჭირა ხელში მეთქი და განათავსა მეტწილად მაინც ევროპულ სახელმწიფოებში იცით თქვენ რომ დავა აქვს დღემდე მეთქი ასე ვიტყვი დავა ჰქონდა ორ შვეიცარიულ ბანკთან მოკლედ აქცია ობლიგაციებს ის აღარ ფლობს უმეტესწილად რასაკვირველია შეერთებულ შტატებში და ეს ფული მან ფულად აქცია ეს აქცია ობლიგაციები ფულად აქცია მეთქი ასე გეტყვით თუმცა იმის შემდეგაც გამოხდა გარკვეული პერიოდი და ამ ფულის განსაკუთრებით ოფშორებში განთავსებული უძრავი და მოძრავი ქონების დიდი ნაწილი ან გარკვეული ნაწილი მან საქართველოში საკუთარ სამრეცხაო ბანკ ქართულში საკუთარში მეთქი ასე ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ ასე ღიად მასზე თითქოს არც არის გაფორმებული ოჯახის წევრია, ერთ-ერთ ოჯახის წევრია გაფორმებული ამ ქართულ ჯგუფისა თუ ქართულ ბანკის ერთი ნაწილი დაახლოებით კი არა ზუსტად 30% თუ 33% იცით თქვენ იქ შემოიტანა მოკლედ ბიზინა ივანიშვილმა. ბიზინა ივანიშვილი არის არა კლასიკური გაგებით ბიზნესმენი, არამედ შავი ბიზნესის წარმომადგენელი, ოლიგარქიული ბიზნესის წარმომადგენელი. აი მას კი ავიღოთ, მას კი აძლევს საკუთარ თავისუფლებას, რომ დაკარგოს 4, 5, 7, 10 მილიარდი ერთი საკუთარი არც თუ სწორი მაგალითად Twitter-ზე გამოქვეყნებული, X-ზე გამოქვეყნებული სტატუსით დაკარგავს 10 მილიარდს, მაგრამ 240 თუ 250 თუ 280 მილიარდი მაინც შერჩება და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად კლავაც ჩაითვლება. ბიზინა ივანიშვილი არ არის რა სოციალურ სივრცეში აქტიური, ის ფულს არ კარგავს
როგორც წესი ამგვარი აქტივობებით ეს რომ ვიცოდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ 3.8 მილიარდი აქვსო ბიზნეს ივანიშვილსო ეს რომ გამოაცხადა ბლუმბერგმა, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მართლა 3.8 აქვს, ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ სხვა დანარჩენი კიდევ ერთი 3.8 მილიარდის თუ კიდევ ორი 3.8 მილიარდი დოლარის არსებობის თაობაზე ბლუმბერგმა ინფორმაციას უბრალოდ ვერ ინფორმაცია ვერ მიიღო და შესაბამისად ასეთ მდგომარეობაში არის. ესე იგი მე გეტყვით რომ ბლუმბერგმა ჩამოიყვანა ბიზნეს ივანიშვილის ქონება 7.8 მილიარდიდან 3.8-მდე და ის was კითხვა სად წავიდა განა ეს ფული სად გაქრა დაიკარგა კი სიმართლე კი ასეთია რომ ფული რეალურად არცად წასულა უბრალოდ ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბლუმბერგი და აგრეთვე ფორბსი რომელიც რამდენიმე ხანში გამოაქვეყნებს საკუთარ მონაცემებს არ ზომავენ ძალაუფლებას ბიზნეს ივანიშვილი არის ძალაუფლების ცენტრი აი პუტინზე რო ვილაპარაკოთ პუტინზე ამბობენ რომ ის არის უდიდრესი ადამიანი მართლა უდიდრესი ადამიანი კი არ არის უბრალოდ ის ძალაუფლების კვერთხის მფლობელი რომ არის აქედან გამომდინარე მას განუსაზღვრელი ელონ მასკზე მეტი ფინანსებზე აქვს ხელმისაწვდომობა მას შეუძლია დაიბაროს ნებისმიერი ოლიგარქი და წაართვას ეს ფული მას შეუძლია არ წაართვას შესაძლოა მაგრამ პუტინისთვის სასარგებლო საქმეში ჩაადებიდოს ეს ფული და ეს ძალაუფლება არის მისი კაპიტალი თუ მისი ფულის ოდენობას ქეშის ოდენობას მეთქი ასე გეტყვით განსაზღვრავს თუ განაპირობებს თუ წარმოაჩენს მოკლედ მას შეუძლია მეტი რამის გაუკეთება როგორც ძალაუფლების კვერთხის მფლობელს ვიდრე ესოდენ დიდარ ელონ მასკსაც კი ელონ მასკს ყველაფერი შეუძლია თითქოს მაგრამ ყველაფერი არ შეუძლია აი პუტინს შეუძლია რომ წაართვას არა მხოლოდ კერძო ბიზნესმენს ოლიგარქს თავისთავად ცხადია უკანონოდ გამდიდრებულს გასული საუკუნის 90-იანებში მაგალითად არ ვიცი უსმანოვს პირობითად ლაპარაკობ, არამედ შეუძლია წაართვას სახელმწიფოსაც კი თავისი ეგრეთ წოდებული საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის თავისი მეთქი როცა ლაპარაკობ, აქ მაინც იმაზე არ არის საუბარი, ის იყიდის თუ არა საკუთარ არცმფლობელობაში არსებულ ახალ მანქანა რაღაცას, ჟიგულის თუ მერსედეს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფო როგორც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან რაღაცეებს გააკეთებინებს ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელ სახელმწიფო უწყებას ევალება თუ არ ევალება, მაგალითად ჯარის შენახვა ან ოლიგარქს უსმანოვს თუ ნებისმიერ სხვას ევალება თუ არა, ასე მაგალითად პოლიციის ან მართლწესრიგის შენარჩუნებაში ინვესტიციის არა ფულის გაღება და ასე შემდეგ. მოკლედ, ფორბსი და ბლუმბერგი არ ზომავენ, აქ იგითხარით ძალაუფლებას, ისინი ზომავენ მხოლოდ იმას, რაც შეიძლება რომ დაინახო ასე გეტყვით, რაც შეიძლება რომ თვალსაჩინო იყოს, დათვალო, გაყიდო, გაყიდოზე გამახსენდა ბიზნეს ივანიშვილი დიდარი კაცია, რასაკვირველია და მაგალითად ვილაპარაკოთ დორა მარი კატის არის ესეთი ნახატი შექმნილი პიკასოს მიერ 100 თუ 103 მილიონ დოლარად იმხანად ასტრონომიულ თანხად იყიდა 2000-იანი წლების დასაწყისში ბიზნეს ივანიშვილმა მე გუშინ წინას თუ 4 დღის წინ თქვი რომ ახლა რომ მოინდომოს ოლიგარქმა ამ ნახატის მოცილება, ამ ნახატის გაყიდვა, როგორ გონიათ 103 მილიონი 100 მილიონი ეღირება თუ არა არ ეღირება იმიტომ რომ ბიზნეს ივანიშვილი როგორც დასანქცირებული პირი მისი ქონების ლიკვიდურობა გაცილებით დასანქცირებული პირისა გაცილებით ნაკლებია ვიდრე იყო მანამ სანამ ის იყო დასანქცირებული ივანიშვილის ქონების დიდი ნაწილი არ არის საჯარო აქციები ღია კომპანიები ყოველდღიური აქტივები ეს არის დახურული პრინციპში მაინც არის დახურული ჰოლდინგები ეს არის ტრასტებში თანხის განთავსება არა ლიკვიდური აქტივები და ალბათ ეს არის თავარი რაზეც აი ნახატის კონტექსტში სახვით ხელოსნების ნიმუშების კონტექსტშიც გავამახვილეთ ყურადღება არა მარტო პიკასო აქვს მას არამედ აქვს ასე მაგალითად მონე თუ არ ვწდები ასე მაგალითად მანე თუ არ ვწდები და ასე შემდეგ და ასევე აქვს არა ლიკვიდური ან ნაკლებად ლიკვიდური აქტივები, როცა სოფლიო შედის გეოპოლიტიკური რისკების, სანქციების გაურკვევლობის, მათ შორის ბლუმბერგის შედის გაურკვევლობის რეჟიმში, ფინანსური სისტემები და ბლუმბერგიც კი swams ერთ მარტივ კითხვას, ხო თუ მას მოუწევს ივანიშვილს, რომელიმე მისი არსებული ქონების, მაგრამ რამდენადაც დაასანქცირებული პირია რამდენადაც დასანქცირებული პირია არსებული და გარკვეულ შემთხვევებში გადამალული ქონების
გაყიდვა მოცილება რამდენს მიიღებს მიიღებს თუ არა იმდენს რამდენიც მან გადაიხადა თუნდაც წლების წინ და პასუხი არის ასეთი არა იმდენს მიიღებს არა იმდენს აი დორამარი კატით რომ გაყიდოს ეს არის ერთი თვალსაჩინოება და სხვა რომელიმე ნახატი რომ გაყიდოს ან სხვა ნებისმიერი ქონება რომ გაყიდოს აი თბილისში თუ რა ვიცი შეკვეთილში არსებული ქონება რომ გაყიდოს თუ მისი საბაზრო ღირებულება ჩვეულებრივ ვითარებაში ამის მფლობელი რომ იყოს ელონ მასკი შეკვეთილში არსებული სასტუმრო კომპლექსისა იქნებოდა პირობითად ვლაპარაკობ 500 მილიონი ბენზინა ივანიშვილი იმას 250 მილიონადაც კი ვერ მოიცილებს იმიტომ რომ ყიდველი არ იქნება რა იმიტომ რომ ნებისმიერ მყიდველს აფრთხობს და აშინებს ყიდვა უძრავი თუ მოძრავი ქონებისა იმ პირის ხრიდან იმ პირის უძრავი თუ მოძრავი ქონებისა რომელიც თავის მხრივ დასანქცირებულია და ესოდეთ სერიოზული გამადიდებელი შუშის ქვეშ არის მოქცეული ეს არ არის პოლიტიკა ეს არ არის არც მორალი ეს არის ცივი აი ესე უნდა სისხლიანი ფინანსური ალგორითმი ალბათ სწორი სიტყვა არალიკვიდურ ქონებას აქტივს ყოველთვის აქვს ფასდაკლება ყოველთვის ახლავს ფასდაკლება და ასევე იურისდიქციასაც აქვს ყოველთვის ახლავს ეს რაღაცა გარკვეული საფრთხეები სადაა განთავსებული. Ოდესაც შენ მართლა შვეიცარიაში გაქარ შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ დემოკრატიულ სივრცეში შენი ქონება, ბუნებრივია რომ იქ გაცილებით ამის გათვალისწინებით უფრო მაღალია შენი ქონების ფასი, როდესაც შენ საქართველოში რომელიც ეს არადემოკრატიულია, რუსეთში, ბელარუსში, ჩრდილოეთ კორეაში გაქვს შენი ქონება, ირანში გაქვს შენი ქონება, ბუნებრივია რომ შენი ქონების ღირებულება ნაკლებია მათ შორის იმის გამოც რომ შესაძლოა ვერ გაიტანოს მყიდველმა ეს ამგვარი არადემოკრატიული ქვეყნიდან შენ შეიძლება ნაკლები მილიარდი გეწეროს ამს ხო შეიძლება ესეთი რამე ხდებოდეს რომ ნაკლები გიწერია ის 3.8 უწერია ბიზნეს მაგრამ რეალურად მეტი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს ანუ შენ გააკეთო იმაზე უფრო მეტი საქმე ვიდრე გააკეთებდი ხსენებულ 3.8 მილიარდ დოლარად ხო ეხა ისევ პუტინზე რო ვილაპარაკოთ ასე მაგალითად ბლუმბერგი ხსენებული ან ფორბსი აკითხავთ რომ არ ითვლის სახელმწიფოს პუტინი არის სახელმწიფო პუტინი არის ნებისმიერი სახელმწიფო ქონების განკარგავი ამიტომ არის ის ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ უმდიდრესი ადამიანი და არა იმიტომ რომ მას ბიზნესები აქვს ხო ის გადაწყვეტილებებს ახორციელებს კონტროლს, გადაწყვეტილებების იღებს და ასე შემდეგ. ამიტომ ციფრის დასახელება რასაკვირველია არ არის სწორი ის უნდა ვიცოდეთ რომ მასკი, ბეზოსი, არ ვიცი, თუნდაც კი არა ცუკერბერგი ასე მაგალითად ნებისმიერი მსხვილი ან წვრილი ან საშუალო კომპანიის მფლობელი არის ღია და მათი ქონების დათვლა არის შესაძლებელი ეს არის ღია კაპიტალი ყველაფერი ჩანს ასე გეტყვით და ყველაფერზე რეაგირებს ეს ბიზნესები შეცდომა დაშვებული ბეზოსის მიერ შეიძლება მისი აქციების უშუალოდ მისი კომპანიების აქციების ვარდნის საფუძველი გახდეს ივანიშვილი კი არის დახურული პუტინი არის დახურული კაპიტალი ჩვენთან საერთოდ არის დახურული უმრავლეს შემთხვევაში დახურული კაპიტალები ვერ დაასახელებს მცირედი გამონაკლისის გარდა აი ჭყონიას მაგალითად თუ ლაპარაკობ ჭყონიაზე ჩვენ ვიცით მისი შემოსავლები საიდან არის ის კოკა-კოლას მფლობელია და ეს ფაქტია, მაგრამ ვიცით კი სხვა ბიზნესმენი, ბევრი სხვა ბიზნესმენის შემოსავლების წარმომავლობა და ასე შემდეგ. ეხლა კიდევ ისეთი თქმა გამოწერილი მაქვს. რამდენად გამჭვირვალე ხარ გლობალური ფინანსური სისტემისათვის, ვინც გამჭვირვალეა ის ზემოთა, ანუ მასკი ზემოთა, ცუკერბერგი ზემოთა, ვინც შედილშია ის ქვემოთა. ბიზნეს ივანიშვილი არ არის 500 უმდიდრეს აღარ არის 500 უმდიდრეს მოქალაქეს შორის მსოფლიოს მასშტაბით და ასე შემდეგ. ხო, და კიდევ ერთი ამბავი ალბათ რაც უნდა ითქვას, სწორედ იმის გამო რომ მას აქვს ეს შავი ბიზნეს ივანიშვილს ეს შავი ფული,
ეს ვერ გვათქმევინებს მას რამდენი აქვს, ხადი ამას არ აქვს ათეულობით მილიარდი, მაგრამ 1-10 მილიარდი რასაკვირველია ექნება, მაგრამ შესაბამისად უფრო სწრაფად იკარგება ეს თანხა. სახსენებელია ადრი პატარკაციშვილი ახლა გააცგარდა სპილიკაცი, მაგრამ ადრი პატარკაციშვილს ნაკლები ფული კი არ ჰქონდა ვიდრე ბიზნეს ივანიშვილს უბრალოდ და მასაც ჰქონდა გარკვეული რაღაც ესეთი ხმებიც დადიოდა ხო რაღაც Mercedes-Benz-ში თუ Daimler Chrysler-ში აქ მას რაღაც აქციებიო და ასე შემის ფლობელია, ვაბის ფლობელიაო და ასე. გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი და მე მინდა ვიკითხო, სად გაქრა მისი თანხა რა, მე კი ვიცი თანხის ნაწილი სად გაქრა და საზოგადოების ერთმა ნაწილმაც იცის, მაგრამ პრინციპში მაინც სად გაქრა ბადრი პატარკაციშვილის უძრავი და მოძრავი იქონება. ეხლა თუ რომელიმე მწოდნე, ჩემზე მეტად მწოდნე იტყვის, რომ აი ლონდონის მისი სახლი გაიყიდა, გასაგებია. მაგრამ სად გაქრა სელფორდის ქონება დატაცებულ იქნა, იმიტომ რომ ის უმრავლეს შემთხვევაში იყო უკანონო და არა დეკლარირებული სხვაშვის ბადრი პატრაკაციშვილი ბიზნესმენშვილისა განსხვავებით მილიარდერთა სიაში არც არასოდეს არ მოხვედრიდა მიუხედავად იმისა, რომ ბადრის როგორც ამბობენ ყოველ შემთხვევაში ასე ნაკლები თანხა სულაც არ ჰქონდა. ეგ იმასაც გაგახსენებთ, რომ ბადრი პატრაკაციშვილს ბიზნეს ივანიშვილი თლად არ სწყალობდა ვერ იტანდა მეთქი ასეც ვიტყვი და ვინ და ირაკლი რუხაძემ ეს ყველაზე კარგად იცის, ანუ ბიზნეს ივანიშვილის მარჯვენა ხელმა მეთქი ასე ვიტყვი ლიბერტი ბანკის დამფუძნებელმა, ტელეკომპანია იმედის დამფუძნებელმა და ერთმა მაფიოზმა კაცმა, რომელმაც სხვათა შორის იმ სელფორდის ფულებითაც საკმაოდ ისარგებლა სხვადასხვა კანონიერი ასე ვიტყვი გზებით, მაგრამ ახლა ეს არ არის გასაშნელი თემა და არა მხოლოდ ირაკლი რუხაძემ, არამედ ყველამ, ვინც სვავივით დაესია ბადრი პატრკაციშვილის ოჯახს და ეს უკანასკნელი ოღონდაც კი გადარჩენილიყო და გადაერჩინა ბადრის კაპიტალის თუ ბადრის ფინანსების გარკვეული ნაწილი და საკუთარი თავისთვის გადაერჩინა, ბევრ რამეზეც წავიდა ბიზინამ რა ამ ფულით. ირიბად რასაკვირველია არ ისარგებლა. მოკლედ ბიზინა მილიარდერია, მას აქვს ერთი ახლობით 10 მილიარდი თეთრი ფულიან, შავ ფულიან, კაპიტალიან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ უძრავი ქონებების ნაწილის მოცილება რომ გაქეშება რომ სცადოს, რასაკვირველია ის ბევრ რამეს არალიკვიდურ ფასად გააყიდის, მოიცილებს, იმიტომ რომ ოლიგარქებს, დასანქცილებულ ოლიგარქებს, პირებს, რომლებსაც ესეთი ღია ბიზნესი არ აქვს პრაქტიკულად და აქვთ მაფიოზური ბიზნესი არ ანაკლებად ენდობი ან და ეს ბუნებრივიც არის. ბიზნეს ივანიშვილი არანაირი ურთიერთობა არ აქვს ადამიანებთან, ვინც მართლა ბიზნესით არის დაკავებული, მაგალითად ის მე მგონი სახეზეც არის ცნობს, არა მას კი ეცოდინება, მაგრამ მაგალითად ბაფეტი შეიძლება სახეზეც კი არ იცოდეს და ასევე მაგალითად ბეზოსი და ცუკერბერგიც კი. ნახვამდის.